გაბუნდით პირდაპირ ეთერში წვანე გარემოში და ძალიან მიხარია რომ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს დავახოდრეთ მწვანე ხალხია ბალახი ბუნებრივი ვერა მაგრამ მაინც შევეცადეთ რომ რაღაცნაირი ბუნებაში დაგვეპატიჟეთ ასე ვთქვა თუმცა ეს თქვენ უკვე რამდენიმე დღეა გულშვენებს ეთერს და მე ერთმანეთს ასაუბრებ მწვანე მომავალზე ჩვენ მწვანე ალბათ ხათუნა გოგალაძე ჩვენთან სტუმრად და მე ერთი უნდა ვთქვა ჩართვაში არასწორად თქვი 5000 კი არა 500,000 ნერგზე გვექნება საუბარი რომელიც გაალამაზებს და გაამწვანებს ჩვენს გარემოს და ზოგადად ეკოსისტემასაც ალბათ უნდა აისახოს და არა მხოლოდ რაღაც კონკრეტულ უბნებზე რა პროექტია საუბარი მოგვიყევით მოგესალმებით პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის ამ საკითხებით დაინტერესებისთვის იმიტომ რომ ფიქრობ რომ ნამდვილად ეს არ არის რაღაცა ერთი რაღაც ორგანიზაციის ინტერესი ეს არის მთელი ქვეყნის ინტერესი თვითონ ეს პროექტი მწვანე მომავალი გახლავთ პრემიერის ინიციატივა ჩართულია მასში ყველა სამინისტრო მუნიციპალიტეტები და ძალიან დროული ინიციატივა იყო მინდა გითხრათ ესეთი ცოტა გადახვევის სახით და ინფორმაციის სახით შემიძლია გითხრათ რომ ფაოს მონაცემებით მსოფლიოში ყოველწლიურად ხდება დაახლოებით 11 მილიონი ჰექტარი ტყის ფართობების კარგვა და მწვანე ტერიტორიების კარგვა. იმის ფონზე, როდესაც მსოფლიოს მოსახლეობა იზრდება, ტრანსპორტი მატულობს, მრეწველობა იზრდება, შესაბამისად და ამ დროს თქვათ ასეთი კლება ეს ნამდვილად საკმაოდ დრამატული მაჩვენებელია. სამწუხაროდ გამონაკლისი არანაირად არ არის საქართველო კიდევ თუ უარეს მდგომარეობაში არ ვართ იმიტომ რომ განვითარებულ ქვეყნებში ეს ტყის მართვის საკითხები გაცილებით მდგრადი მეთოდებით ხდება და გამწვანება და მწვანე ტერიტორიები ქალაქებში საკმაოდ ისეთი ყურადღებას აქცევენ ამას შესაბამისად ჩვენთან ამ მხრივ სამწუხაროდ რთული მდგომარეობა ამიტომ გავიმეორებ კიდევ ერთხელ რომ ძალიან დროული იყო ეს ინიციატივა და რას გულისხმობს კერძოდ ეს პროექტი მწვანე მომავალი ეს არის როგორც უკვე დაანონსდა წელს დაირღვება 500,000 ნერგი, 9.5 მილიონი ნერგი და 14-15 წლებში, ანუ მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი მითქვინდა დატვირთვით და ისე გავაგრძელოთ ეს პროცესი, ამ 2 წელიწადში მთლიანად გათვალისწინებული გვაქვს 2 მილიონი ნერგის დარგვა მთლიანად საქართველოს მასშტაბით. ეს შეეხება როგორც სატყეოს ფონდს, ანუ ტყის ტერიტორიებს, ასევე თვითონ დასახლებულ პუნქტებში ქალაქებში მიმდებარე ტერიტორიებზე მწვანე ნარგავების ზრდას. ეს ორი თემა ცოტა სხვადასხვა ეს არის ტყეში სხვა სახით და სხვა ფორმით უნდა მოხდეს გამწვანება და ტყის აღდგენის სამუშაოები, მაშინ როდესაც მუნიციპალიტეტებში და იგივე ქართლ-ფარის ზოლების შემთხვევაში სხვანაირად. კი ბატონო. არსებობს საქართველოში ტერიტორიები, ვთქვათ, რეგიონები, რომელიც განსაკუთრებით საჭიროებს სიმწვანეს ასე ვთქვათ. კი, რა თქმა უნდა, ესეთი რეგიონები შედარებით ნაკლებად ტყიანი რეგიონები არსებობს იგივე კახეთის რეგიონი დედოფლის წყარო მაგალითად წალკა ქვემო ქართლიც არ არის ტყეებით გამოსე თქვათ განებივრებული რეგიონი რა თქმა უნდა არსებობს გარკვეული რეგიონები სადაც კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს მსგავსი ღონისძიებების ჩატარება თუმცა იქაც კი სადაც გვაქვს ტყე თუნდაც იგივე ბორჯომის შემთხვევა თუნდაც იგივე რაჭა და ასე შემდეგ სამწუხაროდ ჯერ მარტო ტყეებზე რო ვილაპარაკოთ ბოლო პერიოდში საკმაოდ არასწორი მეთოდებით ხდებოდა ტყის მართვა. პლუს ამას ემატებოდა უკანონო ჭრები და ჩეხვა. ხანძარი ეს 2008 წელს ეს თვითონ ხანძარი ომის შედეგად რაც ზიანიც მიიღო ქვეყანამ და პლუს ხანძარი ისედაც ჩნდება ხოლმე როგორც წესი ესეც ხშირ შემთხვევაში ადამიანების დაუდევარი საქმიანობის და ესეთი დაუდევარი დამოკიდებულების გამო. ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა გაკეთებული გვაქვს მთელი მონაცემთა ბაზა, რომელ რეგიონში სად რა მდგომარეობა, სად ნახანძრალი ტერიტორიებია, სად ეროზირებული, სად ზედმეტი გაკაფვისგან და გაჩეხვისგან დეგრადირებული ეკოსისტემები და ასე შემდეგ. ხა ტყეების აი ამის ფონზე რო ვთქვათ ასეთი სტილით ხდებოდა მართლა არ ხდებოდა საერთოდ არანაირად ტყის აღდგენის ღონისძიებები. არანაირი არც გაწმენდითი, არც სანიტარული, არც თუნდაც მართლა აღდგენა რასაც ქვია შეთესვა და ვთქვათ ნერგებით
გამდიდრება და ასე შემდეგ. და აი ამ ყველაფერმა მიგვიყვანა საკმაოდ რთულ მდგომარეობამდე და არამედ მოვლით არსებულს. ეს არის მოვლა არის რომ იტყვიან გადამწყვეტი ამ ყველაფერში, იმიტომ რომ ყველანაირი რესურსის ჩადება მხოლოდ გამწვანებაში აზრს დაკარგავს აბსოლუტურად და ეს არის გადაყრილი თუ თანხა თუ ადამიანური შრომა თუ ყველაფერი თუ იმას არ მოყვა აუცილებლად მოვლის შემდეგი ეტაპები. ჩვენ ყველა ორგანიზაციას ვინც არის ორგანიზაციაც ალბათ ადამიანების კი ადამიანების მაგაზეც მოგახსენებ კი მაგაზეც გეტყვით თვითონ აი ამ თვითონ პროექტის ფარგლებში ეს როგორ არის დაგეგმილი ეს ყველგან სადაც დაირღვება ეს მუნიციპალიტეტი იქნება თუნდაც თბილისი იქნება თუ ნუ ტყეშიც თავისთავად ტყეშიც მოხდება ამ ბორჯომის ტერიტორიაზე გვაქვს გადამწვარი ტერიტორიების აღდგენა დაგეგმილი და მაგაზეც თუ გვექნებათ რომ გეტყვით უფრო დაწვრილებით ყველას ეყოლება თავისი პატრონი ყველა იღებს აუცილებლად პასუხისმგებლობას ნერგების მოვლა 3-დან 5 წამდე ჭირდება ესეთი სანამ რაღაც მოღონიერდება რომ იტყვიან ეს სახეობის მიხედვით ადგილმდებარეობის მიხედვით შეიძლება ცოტა განსხვავებული იყოს ჩვენ თითოეულ ორგანიზაციას თითოეულ ადამიანს ფიზიკურ პირებსაც შეუძლიათ ინდივიდუალურად ჩაერთნენ ამ პროგრამაში მომზადებული გვაქვს ბუკლეტები სადაც ეს მოვლის წესებიც არის რომ რა პერიოდში უნდა მორწყვა როდის უნდა მოხდეს თქვათ პირველ წელიწადს როგორ უნდა მოხდეს უფრო ინტენსიური მორწყვა სჭირდება მეორე წელიწადს უფრო ნაკლები და შემდეგ აი ეს წლების მიხედვით რომ ეს არ გვინდა არანაირად ჩვენ ნამდვილად შედეგი გვინდა რომ მივიღოთ ამისგან და არა მხოლოდ რაღაცა ის რომ დავრგეთ ხეები და ვითომ ვალი შედეგი ახსენეთ და რამდენ ხანში მოიმკის ამ შედეგს ეს ინიციატივა რამდენ წელიწადში შეიძლება ეკოსისტემას დაეტყოს ის რომ იმდენ ხანში რამდენი ხანით სჭირდება ხეების გაზრდა კი რა თქმა უნდა 10 წელში უკვე შედეგი იქნება მაგრამ ეს კიდევ ვიმეორებ ეს არ არის რომ ახლა დავიწყეთ 9 მილიონი და მომავალ წელს ამას კიდევ უფრო ინტენსიურად და ეს უნდა მუდმივი პროცესი უნდა იყოს მათ შორის იგივე ტყეებთან დაკავშირებით ახლა ტყეებზეც ძალიან მნიშვნელოვანი არის ტყის აღდგენის ღონისძიებები როდესაც მოვლა აღდგენაზე ვსაუბრობთ ეს მაინც და მაინც დარგვას არც გულისხმობს ზოგ შემთხვევაში ეს არის ტყეების გასუფთავება თუ გამხმარი თუ უამრავი ნაყარი მისგან როდესაც იჭრება ხე იქ დაბინძურებულ მის ტოტებს და იმას ტოვებენ ტყეში რაც დაბინძურები თუ გამძაფრდება დავუშვათ აი ვინც არასწორად იქცევა ბუნების წინააღმდეგ და ვინც კაფავს და ჩეხავს ხო რაღაცა ზომები თუ გამკაცრდება რა თქმა უნდა ამ ყველაფერში ერთია გამკაცრების საკითხი და მეორეა რაც არის თუნდაც იმის აღსრულების საკითხი ხშირად მხოლოდ გამკაცრებით ვერ აღწევ ვერაფერს ახლა ფურცელზე რაც მკაცრი ზომებიც გინდა დავწეროთ თუ იმის აღსრულება არ მოხდა ესეც არანაირი აზრი არ ექნება ამას ჩვენ იცით რომ შეიქმნა ზედამხედველობის აღდგა უბრალოდ ზედამხედველობის სამსახური 2013 წელს აღდგა თავიდან სატყეო სააგენტო რომელიც გაიზარდა ადამიანების რაოდენობას დაემატა და ჩვენ გვინდა უფრო სისტემური ცვლილებებითაც წავიდეთ არა მარტო ის რომ ადამიანების რაოდენობა დავამატეთ და გარემოსდაცვაში ერთი ესეთი წესივით არის რამდენი ადამიანიც არ უნდა დაამატო გარემოსდაცვის სამინისტროს თუ სისტემურად არ შეიცვალა და თუ ადამიანების ცნობიერება არ შეიცვალა არაფერი არ ეშველება გარემოს ამიტომ ეს ყველას ერთობლივი მუშაობით და ერთობლივი ჩართულობით უნდა გაკეთდეს ცხელი ხაზი ხო მინდა ამაზეც მოვასწროთ საუბარი დრო თითქმის გვეწურება გვეწურება დრო ცხელი ხაზი მაშინ მე ესეთი იმისათვის რომ მაქსიმალურად მოხდეს ამ ინიციატივაში ყველა დაინტერესებული მხარის ჩართვა ეს როგორც აღნიშნე ჩართულები არიან და უკვე სახელმწიფო სტრუქტურები და მუნიციპალიტეტები მაგრამ არსებობს ცხელი ხაზიც 153 არის ცხელი ხაზი სადაც შეუძლია დარეკოს თითოეულმა ორგანიზაციამ ნებისმიერმა ორგანიზაციამ კერძო პირმა ფიზიკურმა პირმა პირდაპირ 153 სადაც დავაკვალიანებთ რა შეგვიძლია გაუკეთოთ ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ თელ ამ ინიციატივაში რომ ჩართული იყოს აუცილებლად კერძო სექტორი. შესაბამისად მინდა ეს ეთერიც გამოვიყენო მიმართვისთვის და მოუწოდო კერძო სექტორის ბიზნესის წარმომადგენლებს რომ აქტიურად ჩაერთონ თვითონ ამ კამპანიაში. ამ პროექტში ჩაერთონ. ახალი ობიექტების ასაშენებლად კი არ გაჩეხონ არსებული ხეები. არამედ ისეთ ადგილას ააშენონ ეს ობიექტები თავის გარშემო გაამწვანონ სიმწვანე მოუწონ. კი, გარდა მაგისა, ნუ ახლა ეს ძალიან შორს წაგვიყვანს, თორე არსებობს მთელი რიგი საკომპენსაციო ქმედებები
მოქმედებების პაკეტი, რომელიც ევალებათ ხოლმე, მაგრამ ეს სხვა არის, ის არის, რასაც დაავალებ, რომ უნდა გააკეთოს, მაგრამ ეს არის, რასაც არ ავალებ, მაგრამ თვითონ აი თავისი თანამონაწილეობით, იმიტომ რომ სწორედ აი ვიმეორებ, მხოლოდ თანამონაწილეობით შეიძლება ასეთი მნიშვნელოვანი და სწორედ ეს იყო პრემიერის ინიციატივის მთელი არსი, რომ ყველა ჩართული იყოს. აი ეს ყვავილები რატო გვიდგას აქ? ეს ყვავილები ვის დაასაჩუქრებთ ამ ყვავილებს? სიამოვნებით. ესეც ძალიან მოკლედ მსოფლიოში ყოველი წლის მარტის ბოლო შაბათს აღინიშნება დედამიწის საათი. ეს არის გლობალური აქცია, რომლის აზრიც არის ის, რომ ცხვრის ნახევრიდან 10-ის ნახევრამდე, უпростоრად სიმბოლიკა ეს არის, რომ ცხვრის ნახევრიდან 10-ის ნახევრამდე უნდა გაითიშოს ყველა არასაჭირო განათება, ეს ორგანიზაციებში, ქუჩებში, ოჯახებში თუ ასე შემდეგ. და ამ აქციას უერთდება საქართველოს, ჩვენ შაშანაც აღნიშნეთ ეს აქცია და აღინიშნება და ხოლმე ეს აქციები, ეს პროცესი ჩვენ ვეპატიჟებით ყველას მრგვალ ბაღთან შაბათს 28 მარტს საღამოს 8 საათიდან, სადაც ბევრი სიურპრიზი ელოდებათ მომსვლელებს, სადაც გაეროს განვითარების პროგრამასთან ერთად აღნიშნავთ ამ დღეს და მოსული სტუმრები დაჯილდოვდებიან ამ ლამაზი ყვავილებითაც. ძალიან დიდი მადლობა. აქვე უნდა დავასრულოთ, იმიტომ რომ კურიერის დრო მოვიდა ჩვენს ეთერში. გემშვიდობებით ხალხამდე. ძალიან დიდი მადლობა. და გრძანდებოდეთ.